ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ იანულიში ლარისის ნომის ფარგლებს გარეთ ადგილობრივი პოლიკლინიკა ხელს უწყობს პაციენტებს, რომ ჯანდაცვის უკეთესი მომსახურება. ამ პოლიკლინიკაში ყველაფერს გთავაზობენ, რაც გჭირდება. ჩემი აზრით, აქ ექიმებთან უფრო შინაური მოხარ. Across the European Union, მთელ ევროკავშირში ჯანდაცვა ითვლება უფლებად და არა პრივილეგიად, თუმცა ბევრს ჯერ კიდევ უჭერს ამ მომსახურების მიღება. საბერძნეთში ამ ნაკლის აღმოფხვას ახალი მიდგომით აპირებენ. ვასილიკი ყოფილი ძიძე და მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელია. წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის დიაბეტიც. შაქარი ხშირად მივარდება, ძირითადად ღამე და კომაში ვარდები. ეს ძალიან რთულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ დროს სულ მარტო ვიყავი. ყოველ ღამე ვეკითხებოდი წმინდა მარიამს, გავიღვიძებ კიდილით. 19 წელი გავატარე სიკვდილის შიშში. არ ვიცოდი გამითენდებოდა თუ არა კიდევ ერთი დღე. 58 წლის ვასილიკი უმუშევარია, არც კერძო დაზღვევა აქვს და საყოველთაო ჯანაცვის სისტემაზეა დამოკიდებული, რომელსაც შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს. 1 წლის წინ იანულის ადგილობრივ პოლიკლინიკაში დაიწყო სიარული. აქ იმიტომ მოვდივარ, რომ სამედიცინო დახმარებასაც ვიღებ და თანაგრძნობასაც. მთელ საბერძნეთში ადგილობრივი ჯანაცვის 127 განყოფილება, ეგრეთ წოდებული ტომია ამოქმედეს, რათა ჯანაცვის მომსახურება სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც მიაწოდონ. 2019 წლიდან იანულის კლინიკა დღეში დაახლოებით 100 პაციენტს იღებს. მისი მიზნობრივი ჯგუფი მოიცავს ხელმოკლე, დაუზღვეულ ასაკოვან პაციენტებს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. Οι τοπικές μονάδες υγείας δημιουργήθηκαν στην Ελλάδα για να αποφορτήσουν κάπως. ადგილობრივი ჯანდაცვის კლინიკები საბერძნეთში იმიტომ შეიქმნა, რომ დიდ საავადმყოფოებს დატვირთვა შეუმსუბუქონ და მათი პაციენტები მიზნობრივ ჯგუფებად დაყონ. პაციენტები თავდაპირველად ამ საბაზისო კლინიკაში მიდიან, რომელშიც ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მათი ჰოსპიტალიზაცია. ამ გზით საავადმყოფოები განიტვირთა ისეთი ავადმყოფებისაგან, რომელთაც არ სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. Που ίσως δεν θα έπρεπε να φτάνουν μέχρι το νοσοκομείο. ტომის კლინიკები 2017-2027 წლების ბიუჯეტის მიხედვით ევროპის სოციალურ ფონდ პლუსიდან 202,5 მილიონ ევროს მიიღებენ. ეს დაფინანსება მთელი საზოგადოების ჯანაცვის საბაზისო მომსახურების ხარჯებისთვის არის განკუთვნილი, მათ შორის უსაბუთო მიგრანტების ვაქცინაციის კამპანიასაც აფინანსებს. Εδώ στη δομή μας και λειτουργώντας και ως προσωπικοί γιατροί δεν αισθανόμαστε στην καθημερινότητά του σε προβλήματα ψυχικής υγείας που μπορούν να παρουσιάσουν. გვინდა რომ პაციენტებმა ჩვენი თანადგომა იგრძნონ, ისე თითქოს ერთი ოჯახი ვართ. მზად ვართ ნებისმიერ თემაზე ვესაუბროთ და ყველა საკითხი მოვაგვარებინოთ. Θέλουν και χρειάζονται και είμαστε δίπλα τους να αντιμετωπίσουμε οποιοδήποτε πρόβλημα τους παρουσιαστεί. 2021-2027 წლების გეგმით ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები 2 მილიარდ 400 მილიონ ევროს დახარჯავენ, რათა ჯანაცვის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ სტრატეგიას დადებითად აფასებს უთანასწორო ჯანაცვის საკითხების ექსპერტი ბრიუსელიდან. Health inequalities means that health is very much related to social disadvantage. უთანასწორო ჯანდაცვა იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვა სოციალური პრივილეგიაა. ბევრი ადამიანი პრობლემების გამო ვერ ახერხებს მიხედოს ჯანმრთელობას. ეს პრობლემებია სიღარიბე, სოციალური გარიყულობა, დისკრიმინაცია, რომლებიც ჯანდაცვის მომსახურების მიღებას აფერხებენ. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის კომერციალიზაციის გამო სულ უფრო იმატებს უთანასწორო ჯანდაცვის რისკი. ევროკომისიამ გამოაქვეყნა შესანიშნავი ანგარიში, რომელშიც ნათლად წერია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უმუშევრობაზე გათვლილი სოციალური სერვისები. ასე რომ, ჩვენი სოციალური მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რომ ჯანდაცვის ადეკვატურ მომსახურებაზე ხელი სოციალურად დაუცველ ხალხსაც მიუწვდება. კოვიდის პანდემიის შემდეგ მთელ ევროპაში კიდევ უფრო გამტკიცდა აზრი, რომ ჯანდაცვა ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა იყოს და რომ ყველა იმსახურებს ამ მხრივ თანაბარ მოპყრობას. ცენტრალურ საბერძნეთში დამკვიდრებული ჯანაცვის კონცეფცია პაციენტებს უბრალოდ არ მკურნალობს, არამედ მათ საკუთარი თავის რწმენასაც აძლევს და აერთიანებს საზოგადოებას, რომელიც ამის გამო სხვებთან შედარებით თანასწორია.